დავუბრუნდი ისევ ჩემს ქალაქს, გამოვიქეცი, იმიტომ რომ რუსთაველის მეტროსთან ძალიან საინტერესო აქცია იგეგმება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს ადამიანებს. მოდი გავიგოთ რა ხდება აქ, ადამიანებმა ჯერ არ იციან რომ სვეტუშვილები აქციას მართავენ და შევუერთდეთ მათ. თამუნა ლოლაძე, თამარ გაგვეცანი და გააცანი ჩვენს მაყურებელს რა ხდება დღეს აქ, რა აქციაა და რას ეძღვნება ეს ყველაფერი. ეს არის სუხიშვილების ცეკვის აკადემიის აქცია, refresh გამოიცეკვე. ეს აქცია მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას როგორც მოზარდებში, ასევე ყველა ასაკის ადამიანისთვის. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ მოზარდებს მოვიდნენ სუხიშვილების ცეკვის აკადემიაში, ივარჯიშენ, იცეკვონ და შემდეგ ჩაერთონ იმ მეგა ფლეშმობში, რომელიც იგეგმება ამ აქციის ფარგლებში და იცხოვრონ ჯანსაღად, ასე რომ გელოდებით ყველას refresh გამოიცეკვენ. ძალიან სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. მოდი ვნახოთ, როგორ ჩაერთვება ამაში ქართველი მაყურებელი, ქართველი ფეხით მოსიარულე. ხა ჩვენ რუსთაველის მეტროსთან ვართ, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იკრიბება და ვნახოთ, როგორ მიიღებს ზოგადად ჩვენი მოქალაქეები ამ აქციაში მონაწილეობას. ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდები მოგვიწოდებენ ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ, ჩავერთოთ ნებისმიერ იმ აქციაში, რომელიც ამ კეთილსაქმეს ემსახურება, თქვენ კი დაელოდეთ ჩემს რუბრიკას შემდეგ ორშაბათს. დროებით. აუცილებლად დაველოდებით. არჩილის ქება უკვე მომბეზდა, მართალი რო გითხრათ? არ მომბეზდება. არჩილის ქება. არგია თავისთავად სხვა რაღაცა დავუშვათ უბნებსთან ასე შემდეგ გაჩვენებს და ჩემთვის მართლა სხვა იყო რუსთაველი ძალიან მოვიხილე. არჩილის შუადღეში ამართლებს. უბრალოდ ეს გამოიცეკვა მარტო პატარა ბავშვმა გამოიცეკვა. დიდებმა არ გამოიცეკვა. თვითონაც ვიცი რაღაც რომ მეგონა რომ ველოდებოდი რომ თვითონაც რაღაცა ჩაერთვებოდა. მე კი კიდევ ერთი მიზეზი რატომაც მომწონს ეს რუბრიკა არის ადამიანები, რომელიც ყოველთვის გვაკლია. თითქოს სულ ერთი და იგივე ადამიანებთან გვაქვს ცხოვრებაში შეხება, კონტაქტი